ოცნებამ ირანის ელჩი არ დაიბარა სამაგიეროდ თავად დიპლომატმა სკანდალური და მუქარის შემცველი პოსტის შემდეგ საგარეოში შეხვედრა მოითხოვა და მიიღო კიდეც. აუდიენციის შესახებ მაკა ბოჭორიშვილის უწყებას ამ დრომდე არაფერი უთქვამს. ირანელმა დიპლომატმა კი შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ელჩმა, რომელიც საქართველოს შიდა დესტაბილიზაციით და საკუთარ ტერიტორიაზე ფასის გადახდით დაემუქრა, საყვედურის საერთოდ არ მოისმინა და მისთვის ახსნა განმარტებაც არავის მოუთხოვია. დიპლომატმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა ამჯერად რა გზავნილს ავრცელებს სეიდ ალი მოჯანი. სალომე ლაბაძე გვიერთდება დეტალებით და შეფასებებით პირდაპირ ეთერში. დავიწყოთ სწორედ ამ უახლესი Facebook პოსტით, რომელიც ირანის ელჩმა საქართველოში დღეს გამოაქვეყნა და რომლის ტონიც შეიძლება ითქვას, რომ მანამდე ელჩის მიერ გავრცელებული განცხადებების ტონისგან შესამჩნევად განსხვავდება. რადგან დღეს გამოქვეყნებულ ტექსტში ალი მოჯანი ძირითადად განმარტავს დიპლომატიური საქმიანობის სპეციფიკას და საზოგადოებას უხსნის, რომ ელჩი კონკრეტულ ქვეყანაში იმყოფება არა იმისთვის, რომ დალიოს ყავა ან ისარგებლოს დიპლომატიური პრივილეგიებით, არამედ აღნიშნავს, რომ მისი სტუმრობა საგარეო უწყებაში გასაკვირი არ უნდა იყოს. თუმცა საქმე ისაა, რომ სწორედ ამ სტუმრობის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც გუშინ ალი მოჯანი იმყოფებოდა ოცნების საგარეო უწყებაში, მან სოციალურ ქსელში არაერთი შეფასებით ისევ მუქარის შემცველი განცხადება გამოაქვეყნა. და ამ განცხადებაში უფრო კონკრეტულად შეერთებულ შტატებზე პირდაპირ მითითებით ალი მოჯანმა დაწერა, რომ რეგიონული უსაფრთხოება შტატების ბაზებზე დაყრდნობით ვერ მიიღწევა და რომ ეს ბევრი ქვეყნისთვის უკვე თვალსაჩინო გახდა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს ტექსტი სოციალურ ქსელში ალი მოჯანმა მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა. ირანის ეწოლის პირისპირ არ მოქმედებს ნაჩქარევად, არამედ ეყრდნობა შიდა სტაბილურობასა და საკუთარ სტრატეგიულ შესაძლებლობებს. ზედაპირული და მედია საშუალებების ინტერპრეტაციებისგან განსხვავებით, დღეს ნათლად ჩანს, რომ ირანის ყოვლისმომცველი თავდაცვა ერთთვიანი პერიოდის შემდეგ ეფექტურია. მრავალი ქვეყანა, რომლის ბაზებსაც აშშ იყენებდა, უკვე იწყებს საკუთარი გათვლებისა და მიდგომების გადახედვას. ბოლო წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ დიდი ძალების ინტერვენციული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს მდგრად უსაფრთხოებას და ვერ იძლევა ეკონომიკური სტაბილურობის გარანტიას. რეალობა მარტივია. რეგიონული უსაფრთხოება თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების შედეგია და არაძვირადღირებული საგარეო კონკურენციის გაფართოებისა. აი ამ ტექსტს, რომელიც როგორც უკვე გითხარით, ალი მოჯანმა მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, წინ უსწრებდა ასევე სოციალურ ქსელში მის მიერ კიდევ უფრო მკვეთრი აქცენტებით ტექსტის გამოქვეყნება, რომელიც რეჟიმის არაერთი კრიტიკოსის შეფასებით შეიცავდა მუქარას იმის შესახებ, რომ საქართველოს მოუწევდა ფასის გადახდა საკუთარ ტერიტორიაზე და მუქარას შიდა დესტაბილიზაციაზე აქცენტით, რის გამოც რეჟიმის არაერთი კრიტიკოსი საზოგადოების ნაწილი ელოდებოდა ოცნების საგარეო უწყებისგან შესაბამის რეაგირებას. შესაბამის რეაგირებად კი მიიჩნევდნენ იმას, რომ უწყებას უნდა დაებარებინა საქართველოში ირანის ელჩი და მისთვის განმარტება უნდა მოითხოვა ამ ტექსტის გამო. თუმცა საბოლოოდ, როგორც უკვე გითხარით, საქმე მივიდა იქამდე, რომ ირანის ელჩმა თავად გადაწყვიტა საგარეო უწყებაში მისვლა და იმ ფონზე, როცა ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმს ამ შეხვედრის შესახებაც ჩვენ ალი მოჯანისგან გავიგეთ. ამიტომ ახლა შეკითხვა ისიც, რატომ გადაწყვიტა ასე საჯაროდ პოზიციონირება ირანის საელჩომ და რატომ ავრცელებს ის ასეთ გამაფრთხილებელ გზავნილებს სავარაუდოდ ოცნების მისამართით, ასე საჯაროდ, რასაც ოპოზიციის ნაწილი ხსნის ირანის შიშით, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს საქართველოში ბოლო პერიოდში შეერთებული შტატების გააქტიურებას, რაც შეგახსენებთ, რომ გამოიხატა ჯერ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ვიზიტით ჩვენს ქვეყანაში, ამის შემდეგ კი შეერთებული შტატებიდან მარკო რუბიომ სახელმწიფო მდივანმა დაურეკა ოცნების პრემიერს ირაკლი კობახიძეს. ეს პოზიცია არ არის ესე უცებ ჰარიდან მოსული, ცხადია უკავშირდებოდა რუბიოს ზარს კობახიძესთან და ამერიკის ინტერესების გააქტიურებას საქართველოში. აქამდე რუსეთიც და ირანიც ძალიან მშვიდად იყვნენ იმით, რომ საქართველო არ იყო ამერიკის ინტერესში, ტრამპის ადმინისტრაციის ინტერესში, თუმცა დღეს ეს ინტერესი გაზრდილია, რაც იწვევს შიშს როგორც ირანში, ასე რუსეთში. ქართულმა ოცნებმა არ შეძლოს და არ დაალოგოს ურთიერთობები, ამიტომ ეს განცხადება ღია განცხადება მონიშნა იყო მათ შორის მათი მხრიდან, რომ აქ ირანს ინტერესები აქვს. მეორე დღესვე მოყვა ასევე რუსეთის განცხადება ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ანუ ესეც სიგნალი იყო ქართული ოცნებისთვის, რომ დიდი ძმები მას უყურებენ და ნაბიჯებს გადადგავს ივანიშვილი. ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა დაკტოვეს ჩვენი ტრადიციული ბუნებრივი მოკავშირეების გარეშე და საქართველოს გაუჩნდა პარტნიორული ურთიერთობები, რასაც ვამბობდით ავტორიტარული სამყაროს წარმომადგენლებთან. ამიტომაც მათ აქვს ხარკული პრეტენზიები და ალბათ მოთხოვნები საქართველოს მიმართ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაშინ, როდესაც ასეთი რეჟიმების უკვე დასასრული ახლოს არის, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ივანიშვილმა ფსონი დადო წაგებულ ბანაკზე, ავტორიტარული სამყაროს წაგებულ ბანაკზე და ეს რა შედეგებით
დაგურგვინდება ჩვენი ქვეყნისთვის თუ არ მოვახდინეთ ამ რეჟიმის დემონტაჟი ეს უკვე ალბათ საზოგადოებისათვის უკვე ნათელი გახლავთ. ნახეთ ის თუ რამდენად ალბათ სუვერენულია ოცნების საგარეო უწყება, მაშინ როდესაც ისინი იბარებენ ევროპის ქვეყნების ელჩებს და ამ შემთხვევაში არ მოხდა ელჩის დაბარება ამ უკრაინული განცხადების ფონზე და მაშინ როდესაც ირანის ელჩმა ეს თავად გაასაჯაროა ეს ფაქტი რომ იყო მისული საგარეოში იყო და არა დაბარებული არამედ თავისინებით იმისთვის რომ ესაუბრა იმ უბედურებაზე რასაც შეერთებული შტატები იქ ჩადის ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ არაადეკვატურ საგარეო პოლიტიკას რომელიც ქართულ ოცნებას გააჩნია ჩვენ 3000 წლის განმავლობაში ერთად ვცხოვრობდით და მომავალშიც ერთად ვიქნებით. ესეც ციტატაა ირანის ელჩის მიერ დღეს გამოქვეყნებული განცხადებიდან. ოცნების საგარეო უწყება კი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე დუმს და იმ ფონზე როცა საზოგადოების ნაწილი სწორედ ამ უწყებისგან ელოდებოდა ირანის ელჩის დაბარებას და მის მიერ გავრცელებული მუქარის შემცველი განცხადების გამო განმარტების მოთხოვნას ელჩი თავად მივიდა ამ უწყებაში. შეხვედრის შემდეგ ისევ მუქარის შემცველი ტექსტი გამოაქვეყნა და დაწერა ისიც, რომ მაკაბუჭორიშვილსა და მას შორის კონსტრუქციული საუბარი შედგა.